დავიწყოთ იმით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორების ორგანიზაცია ეს არის ერთგვარი ფიგურალურად რო ვთქვათ, მოსამზადებელი კურსები ნატოში შესვლისათვის. ასე მიეწოდება ეს იმ ქვეყნის საზოგადოებას, რომელ ქვეყანაშიც ეს ორგანიზაცია შედის და რომელ ქვეყანასაც აწევრიანებს თავის რიგებში. რაც შეეხება გადატრიალებას და მეგრეთ წოდებულ ფერად რევოლუციას, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, მე არ დაკეთახმებით იმას, რომ ამერიკის სახელმწიფო აკეთებს ამას, მით უმეტეს დღევანდელ ხელისუფლებაზე, თუმცა კერძო ამას უფრო აკეთებენ კერძო პირები, კერძო ტრანსნაციონალური ფინანსური მოკლედ პლუტოკრატია, მოდი ესე ვთქვა, სოფლიო პლუტოკრატია, რომელიც იგივე ამერიკაში ცდილობს, აი ხა ხელის გულზე ჩას, იგივე ამერიკაში ცდილობს ფერადი რევოლუციის მოწყობას და სრულიად უმორალოდ იყენებს მართლა ძალიან დიდ ტრაგედიას აფროამერიკელი ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებისას, მის ტრაგიკულ ისტორიას. ასე რომ თუ ისეთ სახელმწიფოში, როგორც შეერთებული შტატებია, რომელსაც ძალიან დიდი რესურსი აქვს, დემოკრატიის დიდი გამოცდილება აქვს და საკმაოდ პოპულარული პრეზიდენტი ყავს, თუ ისეთ სახელმწიფოში შეიძლება არეულობის მოწყობა, რა თქმა უნდა, ამით უფრო მარტივია ისეთ არასტაბილურ სახელმწიფოებში, როგორც არის საქართველო, უკრაინა, სადაც უკმაყოფილება საზოგადოების დიდია, ასეთ დესტაბილიზაციის მოწყობა შენთვის უფრო მომგებიანი სახეირო მარიონეტული ხელისუფლების მოყოლა და მე იმ ქვეყნის რესურსების ქლიანად როგორც პარაზიტის სისხლს ისე გამოწვევა ხალხისგან და სახელმწიფოსგან. ამიტომ ასეთი ძალები არსებობენ. ნაციონალური მოძრაობას თქვა როგორც შარშანი იყო პარლამენტს უტევდნენ ფაქტიურად სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა იყო ფაქტიურად და ასე ვთქვათ შეიძლება ეხლაც განმეორდეს აი როგორია ბელორუსის სცენარით და ალბათ არის რისკები გარკვეული და ანუ რისკები არის ყოველთვის, როცა ქვეყანას მართავს არაეროვნული ანტისახელმწიფოებრივი ხალხში პოპულარობა დაკარგულია, პრაქტიკულად სრულად გაკონტროლებული პოლიტიკური ძალები. ასე ხდებოდა შევარდნაძის დროს აქ და შევარდნაძის რა თქმა უნდა მარიონეტი იყო და გარდამართული, მაგრამ მოიყვანეს უფრო ეფექტური და უფრო აქტიურად და აგრესიულად მორჩილი სააკაშვილი. იგივე ხდებოდა სააკაშვილის და მოიყვანეს უფრო აქტიური და უფრო აგრესიულად მორჩილი ქართული ოცნება, თუმცა შემადგენლობა იგივე ნაციონალური მოძრაობის არის. იგივე ბელორუსის მაგალითი მეორედ ახსენე და ბელორუსში მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი არ ჩართულა კორუფციაში და იგივე პიჯაკით დადის, რა პიჯაკითაც 90-იან წლებში დადიოდა და ბიზნესები არ მოუწყვია, ჩანს რომ საზოგადოების დიდ ნაწილში არის ერთგვარი მოწყინდა საზოგადოების დიდ ნაწილს და ცირა არის საჭირო რაღაც უფრო მობილურები და ოპერატიულები უნდა იყვნენ ის სახელმწიფოები, სადაც პირობითად თქვა შედის თუ ამას მარტო სოროსი არ აკეთებს, მაგრამ შედის სოროსის ფონდი და აწყობს იქ ფერად რევოლუციაში აქ დაძაბულობა ან ამ დაძაბულობის ფონზე ან მოივაჭრეს წარმატებით არსებულ ხელისუფლებას და შეაჩერებს სამფუს თუ არა და სლენგს ვიხმობ, მაგრამ აყირებს ხელისუფლებას და მოიყვანს მისთვის უფრო აგრესიულად მორჩილ, როგორც ზემოთ თქვი, პოლიტიკურ ძალას, ხო? ჩვენ თუ ვიქნები უფრო მობილური და თუ ამის ნიადაგი არ იქნება, მაშინ ვერანაირი ფულით გადატრიალება, მაშინ სამხედრო გადატრიალება უნდა მოხდეს. რაზე ჯერჯერობით არ მიდიან, ხო? და ჩვენ ხომ ნახეთ, მობეზდა ხალხს ქართული ოცნებას, როგორც ლუკაშენკო მობეზდათ, როგორც აზერბაიჯანში შეიძლება კიდევ უფრო მეც სურვილი იყოს რეფორმების. ბატონო ჯონი, ვის ახლა არჩევნები არის და ვის უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს მოსახლეობა. ქართულ დასს უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს მოსახლეობა. იმიტომ რომ ქართული დასი არის ერთადერთი ეროვნული ძალა, რომელიც პროფესიონალებისგან შედგება. ბევრი არის ეროვნულად მოაზროვნე და ეროვნული ფანტაზიები როა კიდე ზოგიერთს ასეთი ძალები, მაგრამ მათ არ აქვს ცოდნა და გამოცდილება.
თქვენ უნდა ნახოთ არა მარტო პირველი 10 ათეული, მეორე 10 ათეული, მესამე სულ გამოცდილი პოლიტიკოსები, იურისტები, ეკონომისტები და ის ადამიანები, არიან, რომელსაც გული აქვს უბრალოდ ანთებული ქვეყნის სამსახურისთვის და მათ ყველა დღეს კი არ მოდის პოლიტიკაში. ზოგი დღეს მოდის პოლიტიკაში, თქვათ, იურისპრუდენციიდან და როგორც იურისტი, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი სიის წევრების არიან მონაწილე ეროვნული მოძრაობის და ბევრ რამ გაუკეთებიათ უკვე სახელმწიფოსთვის და დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ჩვენ გვჭირდება დამატებით მერკეტები, პოლიტიკური ინსტრუმენტები იმისაც, რომ უფრო მეტი საქმე გავაკეთოთ, ეს პოლიტიკური რღვევა, დეგრადაცია სახელმწიფოში შევაჩეროთ და ხალხს მივცეთ სამუშაო ადგილები. ჩვენი პროგრამის მიხედვით ისეთი იმდენი სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლება დღეს ამ პატარა სახელმწიფოში თუ გავს გული ანთებული იმისთვის რომ რაღაცა საქმე კეთდებოდეს, რომ სამუშაო შეიძლება დაუსახმებელი ახალგაზრდაც კი დაგვრჩეს. ძალიან სერიოზული საპენსიო რეფორმა გვაქვს სტაჟზე დამსახურების მიხედვით, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი და ხალხმა უნდა აირჩიოს. ძალა უფლების წყარო არის ხალხი, ხალხმა უნდა მოგვცეს იმის ძალა და იმის უფლება, რომ ჩვენ ეს საქმე მათთვის გავაკეთოთ. სასიამოვნოა, რომ აი ესეთი პარალელი მოგიძებნიათ თვითონ აი ამ მოვლენებს შორის. ჩვენ რეალურად ხედავთ, რომ როცა დასაყრდენზე ვსაუბრობთ კრამერების და ბაიდენის მხრის, ასეთი დასაყრდენი მართლაც არსებობს საქართველოში და ეს არის სააკაშვილი ბოკერიას ფრთა. რეალურად ხედავთ ჩვენ ამ პროცესებს ახლა. გამოკვეთილი პოზიცია აქვს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, ჩვენ უჭერთ მხარს ტრამპს, უჭერთ მხარს მის პოლიტიკას. ხედავთ სააკაშვილი ბოკერიას და მასთან დაკავშირებულ თავს, რომელიც რადიკალურად მხარდამჭერი არის პირდაპირ ბაიდენ კრამერის პოზიციის. ხედავთ გაორებულ ხელისუფლებას, რომელიც ორმაგ თამაშობს და ხელისუფლებისგან ასეთი გაუთვლელი ნაბიჯები ჩვენ ხშირად გვინახავს. მგონიაზე რომ აი ჩვენ ცოტა ხნის წინ რა თქმა უნდა რისკის შემცველია ეს ქვეყნისათვის, ჩვენ ქონდა ვჟელობდით იმაზე, ხომ არ დაგვეგეგმა ახალგაზრდებს ქონდათ სურვილი, რომ აქცია დაგვეგეგმა ამერიკის საელჩოსთან ტრამპის მხარდამჭერი, მაგრამ აქაც გარკვეული რისკები არსებობდა, ისევე როგორც იარლიკების მიკერება საქართველოში ხდება და ძირითადად ამ სააკაშვილი ბოკერიას ფრთისგან უკვე წამოვიდა ამ აქციასთან დაკავშირებით, ისეთი რომ თითქოს ჩვენ ვიყავით ამერიკის წინააღმდეგი და სხვადასხვა, არადა რეალურად მართლაც ვჟელობის საგანი იყო ტრამპის მხარდაჭერა. იძულებული გავხდით სხვა გარემოებებთან ერთად, რომ აი ამ აქციისგან თავი შეეკავებიათ ჩვენს ახალგაზრდებს, ეს რჩევა მიგვეცა. ფიქრობ, რომ ქვეყანას უფრო გონიერი მართვა ჭირდება და გონიერება ჭირდება ჩვენმა ხელისუფლებამ პირველ რიგში, რომელიც ჯერ კიდევ გვყავს 31 ოქტომბრამდე ალბათ არჩევნების პროცესი ორკვირიან და სამკვირიან მონაკვეთში არ დასრულდება, იმიტომ რომ მეორე ტურები იქნება და სხვადასხვა და რამოდენიმე თვით კიდევ ეს ხელისუფლება გვყავს ერთპიროვნულ მართვაში და მან უნდა გამოიყენოს გონიერება პირველ რიგში. ამის შემდეგ თავისთავად ცხადია, მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი იქნება ქვეყნის მართვის პროცესში ჩართული და ჩვენ შედარებით ფრთხილები ვიქნებით ამ საკითხებში და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საკითხებს. კი ბატონო, ეს მართლაც დაემთხვა იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ხდება ეს პროცესები. პრაქტიკულად ისეთ სცენარები წავიდა, თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, დღეს აზერბაიჯანს და სომხეთს ხედავთ ამ პროცესში ჩართულს. საქართველოში გვაქვს არჩევნები და ამ საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამზარდდა ეს პროცესები. ხედავთ სააკაშვილი ბოკერიას თავს, როგორ გააფრთებით იცავს კრამერი ბაიდენის პოზიციას. ხედავთ ხელისუფლებას ისევ და ისევ არაორდინარული და ზოგჯერ გაუთვლელი ნაბიჯებით, ორმაგი თამაშით და გამოუხატავი პოზიციით და ვართ პატრიოტთა ალიანსი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პოზიცია გვაქვს. ეს არის ტრამპის მხარდამჭერი პოზიცია და აი ეს ამ პროცესებში ქვეყანას თავის წილის ბეწვის ხიდი ყოველ ეპოქას და პერიოდს აქვს. ჩვენი წილის ბეწვის ხიდი ახლა გვაქვს გასავლელი, იმიტომ რომ მეტი გონიერებით უნდა შევხვდეთ ამ საკითხებს, რომ ქვეყანა არ დავაზიანოთ, ქვეყანა არ დავაზარალოთ. ჯერ ერთი შეიძლება ითქვას ის, რომ არჩევნების შემდეგ მე ვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით იქნება ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკმაოდ დიდი უკმაყოფილება და პირველ რიგში ალბათ ეს შეეხება ნაცმოძრაობას და მის ორბიტაზე პარტიებს, ასევე
ევროპულ საქართველოს, რომლებიც დიდი ალბათობით ქუჩაში გამოვლენ, რადგანაც ის შედეგები, რაც სავარაუდოდ შეიძლება დაიდოს, მათ არ დააკმაყოფილებთ. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ალბათ იზოლებული იქნება, რომ გამოიყენოს კონკრეტული ძალა და ნუ აი ამაზე არის შეიძლება გათვლილი მათი ქმედებები. მე მაინც მგონია, რომ თუ მოხდება აი ესეთი გამოსვლები და დესტაბილიზაცია, მას შორს მიმავალი გეგმები კი ექნება, მაგრამ რეალურად არ ამგონია, რომ მან რაიმე შეცვალოს ქვეყანაში. თუმცა არც არაფერი არაა გამორიცხული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიო პოლიტიკაში და გლობალურ პოლიტიკაში ხდება კონსერვატიული და ლიბერალური ძალების სერიოზული ჭიდილი, როგორიც მაგალითად არის აი ახლა ამ შემთხვევაში ამჟამად პროექტის მიხედვით ხდება ბელორუსიაში, უკრაინაში. ნუ რაც შეეხება ბელორუსს, ცხადზე უცხადესია, რომ დასავლეთი აქტიურად მონაწილეობს ამ საქმეში და ამ პროექტში. ჩართულები არიან ბელორუსის არჩევნების პროცესში და პოსტსაარჩევნო პერიოდში აქტიურად პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და რა თქმა უნდა, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. ისინი აფინანსებენ ძალიან სერიოზულად ლუკაშენკოს ოპოზიციურ ძალებს. მეორე საკითხია, რომ რა თქმა უნდა, ლუკაშენკო მობეზრდა ბელორუს ხალხს აბსოლუტურად და ის უნდა წავიდეს და ალბათ დიდი ალბათობით წავა, მაგრამ ძალიან რთული არის ეს შედეგები ზოგადად ბელორუსიისთვის, იმიტომ რომ თუ მოხდა ისე, რისი ალბათობა ძალიან ცოტა არის, ნაკლები არის და ლუკაშენკო ჩამოაგდეს და დაამხოს, ამ შემთხვევაში ეს ტალღა პირდაპირ გადავა რუსეთზე, იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი სცენარი და ეგეთი პრინციპით იმართება აი ესეთი ფერადი რევოლუციები, რომლებიც მხარდაჭერილი არის დასავლური პოლიტიკური და ფინანსური ცენტრებიდან. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად ლუკაშენკოს გადაგორებული აქვს ეს პროცესი რუსეთის დახმარებით, რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში მას დიდი ალბათობით შეცვლიდნენ აი იმ მიტინგების, გამოსვლების დიდძალი სხვათა შორის და არც თუ ისე უსამართლო გამოსვლების არც დასრულებულა და სოციალური პარტნიორობის ფარგლებში, რომლის წევრიც იგივე ბელორუსი, უკრაინა და სამხრეთი აზერბაიჯანია და ჩვენამდეც მოდის, ასე ვთქვათ, ეს ტალღა და ამასთან დაკავშირებით, აღმოსავლურ პარტნიორობასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვა? იმ პროექტის მიხედვით აქაც ხო არ იქნება ეს ტექსტი? ვინაიდან ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყანა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩვენც ვართ ჩართული, სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს კონკრეტული დაინტერესება ევროპისა და დასავლეთის, ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამ მიმართულებით, რომ პროცესები წარიმართოს. თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენს ქვეყანაში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, მათ განცხადებებს, რა თქმა უნდა, ისინი ყოველნაირად ხელს უწყობენ ამას ყველაფერს. ბუნებრივი არის და აქედან გამომდინარე ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პარტიები, რომლებიც პროდასავლურ ვექტორზე არიან ორიენტირებულები, ისინი ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს გეგმები, დირექტივები და მიზნები განახორციელონ და მოიყვანონ შესაბამის დღის წესრიგში. თუმცა, ისე ვიმეორებ და მგონია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პრეტენზიები არსებობს ხელისუფლების მიმართ და ეს ხელისუფლება ქართული ოცნების დიდად არ განსხვავდება ინტეგრაციული და სხვა პროცესებით ნაცმოძრაობისაგან და ასევე სხვა საქმეებისაგან, რაც გაუკეთებია ნაცმოძრაობას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ტოლობის ნიშანი ამ ორ ძალას შორის არ დასმულა, ფაქტობრივად, ზოგიერთ რაღაცეებში შეიძლება ქართულმა ოცნებამ ნაცმოძრაობას გადაასწრო კიდევაც. თუმცა, ერთი მომენტია, რომ ქართული ოცნების მთავარი მმართველი გუნდი აცნობიერებს, თუ რა შეიძლება მოყვეს ასეთ პროცესებს და როგორ შეიძლება ამან დააზიანოს ქვეყანა. გასაგებია და შეურაღებელი თვალით ჩანს, რომ აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების, აი ქვეყნებში, რომელშიც შედის ეს აღმოსავლური პარტნიორობა შემოვალ ქვეყნებში,
არსებობს დესტაბილიზაციის წყარო დაწყებული არის, დესტაბილიზაციები დაწყებული არის უკრაინა, აგე ბელორუსია, აგე სასომხეთი, აზერბაიჯანში ძმათამკველი ომია გაჩაღებული და ეს ძალიან საშიში არის, ძალიან საშიშია და ძალიან სამწუხარო, როდესაც ამას ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ხელმძღვანელობით მასთან დაახლოებული ევროპაში გავლენიანი მის წარმომადგენელი ბაიდენის და მის წარმომადგენელი ტუსკის, ასე ვთქვათ, ხარდაჭერით მათი ჩართულობით ხდება აი ეს დაპირისპირება და სამწუხაროდ პოლონეთი იმ როლს თამაშობს ახლა უკრაინაში და ბელორუსიაში, რომელიც დავალებული აქვს სავარაუდოდ, ჩემი მოსაზრებით, სავარაუდოდ იმათგან საიდანაც მოდის ეს დაძაბულობა. ახლა რაც შევეხება ჩვენ ალბათ საინტერესოა ჩვენი მდგომარეობაც არასასურველად ახლოს არის ჩვენი არჩევნები ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებთან სასურველი არ ყოფილიყო ან გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე მაგრამ ნუ როგორც მოხდა და ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ პირველ რიგში ხელისუფლებამ ოპოზიციურ პარტიებმა უნდა გაუწიონ ანგარიში იმ მდგომარეობას იმ რეგიონს საარჩევნო იმყოფებით იმ ფეთქებამ მდგომარეობას რომელშიც ვართ და მაქსიმალური სიმშვიდით, მაქსიმალური ურთიერთპატივისცემით და ერთმანეთთან დიალოგში უნდა გავიაროთ აი ეს ურთულესი პერიოდი, რამე თუ არ არის გამორიცხული ჩემს მიერ ასე ვთქვათ მოხსენებული პრეზიდენტობის კანდიდატი ბაიდენი, იგივე მისი მხარდამჭერების მდგომარეობა იმდენად გართულდეს, რომ არა დააგვიდონ და არა დაგვიდონ ჩვენი მდგომარეობა, რომ მთელი კავკასია და რეგიონი გაახვიონ იმ არასასიამოვნო პროცესებში, რომელიც პირველ რიგში ჩვენთვის იქნება დამანგრეველი, შემდეგ იქნება რუსეთის სამეზობლოში შექმნის სერიოზულ პრობლემებს, რამაც სამხრეთ კავკასია ისტორიულად რუსეთის ჩრდილო კავკასიისთვის იყო გასაღები და აი ამ სიტუაციაში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აი ამერიკელების შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას და აი ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ძალიან მომთმენები და უნდა დავიკავოთ არ ღირს ეს არჩევნები იმათ, რომ ვიღაც ინტერესების გამო ჩვენ ქვეყნის ისეთ მყიფე მდგომარეობა ბოლომდე დავაზიანოთ. ამიტომ შესაძლოა რევოლუცია სცენარი მე გამომდინარე ბელორუსიის სიტუაციიდან, გამომდინარე უკრაინიდან, გამომდინარე სასომხეთიდან, რომელიც სულ წელიწად ნახევრის წინ მოხდა დაახლოებით ფერად რევოლუცია წოდებული და პაშინიანი აღმოსავლური პარტნიორობის წევრები არიან და შესაძლოა კი ბატონო რა თქმა უნდა ძალიან სამწუხარო იქნება მე არ უშვებ ახლა დიდ პროცენტს აქ რევოლუციური განვითარებით მოსახლეობის განწყობა მეტაკლებად მაგრამ გამორიცხული არაფერი არა და აი პაშინიანის შარშან 2 წლის წინ მისი გაპრემიერება და ფერადი რევოლუცია ერთ-ერთი მაპროვოცირებელი იყო იმ პროცესებისა, რომელიც ახლა დაიწყო. მე როგორც ვიცი, სომხეთის აზერბაიჯანის ურთიერთობა ინდონეზია არ იყო 2 წლის წინ, რომ დღევანდელი აი ეს ტრაიკული მდგომარეობა მიგვეყო და მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ხალხის ინტერესებს, რომელსაც უკვე 30 წლის განმავლობაში რეგიონში მრავალი დესტაბილიზაცია შექმნა, არ უნდა გავხსნათ მათი, ასე ვთქვათ, მათი ინტერესების გამტარებლები ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ.